თუ ვინმემ არ იცის, თუ რა არის თამთაკი, მე დიდი სიამოვნებით კიდევ ერთხელ ავხსნი. ჩემთვის თამთაკი არის გამოცდილება, რომელსაც შენ ღებულობ სუფრასთან, მაგალითად. ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს, როდესაც სუფრაზე დევს ცოტა კიტრი, ცოტა მჟავე, ცოტა წიწმატი, ცხელი პური, დაბრაწული წიწილა, მაყვის ტყემალი. მაგრამ რა შანსებია იმის, რომ ეს ყველაფერი მართლაც ერთ სუფრაზე დაგხვდეს. იდეალური კომბინაცია. ვფიქრობ, რომ სწორედ ეს იყო ჩემი ინსპირაცია და გადავწყვიტე, რომ ეს ყველა გემრიელობა, რაც გვხვდება ხოლმე სუფრაზე, ზოგჯერ სხვადასხვა სუფრაზე, ზოგჯერ ერთად და გადავწყვიტე, რომ აი ამ ყველა გემრიელობას თავი მოუკრიბო ერთ თამთაკის პურში. იდეალური კომბინაცია. თბილი პური, აჯიკაში დაბრაწული წიწილა, მაყვის ტყემალი, რომელიც იდეალურად იმერულად უხდება წიწილას. რა თქმა უნდა, ბოლო კი წიწმატი სუფრაზე უნდა იყოს, ხრაშუნა მწვანე კიტრი და ოდნავ უკვე ჩემი ინტერპრეტაციით დამჟავებული წითელი ხახვი და ოდნავ ცხარე სოუსი, რომელსაც უკვე აი ამ გემრიელ და ხრაშუნა კიტრს ვასხავთ. ეხლა მე როგორ ვჭამ ხოლმე თამთაკის? ჩემი რჩევა, რომ მივიღოთ სწორედ ის გამოცდილება თამთაკისგან, რაც მე მინდა რომ თქვენ მიიღოთ. ჯერ ვიწყებ ხოლმე ქათმის ჭამით. ცოტა ქათამი, ცოტა ბოლოკი და მჟავე ხახვი. ანუ ჯერ პურის გარეშე ვჭამ. ჯერ მინდა რომ გავსინჯო გემოები ცალ-ცალკე. ეს ყველა გემო ცალ-ცალკე ძალიან საინტერესოა, მაგრამ მთელი მიზანი სწორედ ისაა, რომ გავაერთიანოთ. ანუ პური გადავკეცოთ და აი მერე უკვე გემრიელად ვჭამოთ. ქართული სუფრა ერთ ლუკმაში.